ხაშურის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 72 წლის მამაკაცი დააკავეს. სხეულის დაზიანება ცივი იარაღით 20 წლის ასაკის ბიჭს მიაყენეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნიში ქალი მოკლეს. გორში ბიზნესმენის მანქანა ჩაცხრილეს. შეიარაღებული თავდასხმა რკინიგზის დასახლებაში გვიან ღამით მოხდა. ეს ბოლო ორ დღეში მომხდარი შემთხვევებია. მხოლოდ შიდა ქართლში მოქალაქეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ თავს დაუცველად გრძნობს და ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს. მათივე თქმით, საჭიროა კონტროლის გამკაცრება და არსებული კანონების აღსრულება. დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ძალიან გავრცელებული არის კრიმინალი და ზოგადად ამის დონე ძალიან აწეული არის, რადგან ძალიან ბევრი ფაქტი მხდება ზოგადად სოციალურ ქსელში და ისედაც ხშირად ვიგებ ხოლმე მსგავს ფაქტებს და განსაკუთრებით ვფიქრობ, რომ არასრულწლოვნებში ხდება ასეთი შემთხვევები და ძალიან დიდი პრობლემაა და ამისათვის საჭირო არის რეაგირება და ჯობია რომ ეს პრობლემა აუცილებლად აღმოიფხვრას. დაცული არავინ არ არის. მე მგონი მე არაფერი შემხედრია პრინციპში, მაგრამ საერთოდ რომ გაუარესებულია კრიმინოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ეს ცხადია. კონტროლი, კანონის აღსრულება და კონტროლი. პროფილაქტიკა, რა ვიცი, 1000 რაღაცები არის საჭირო მაგ საქმისთვის. ვდივართ აქ ჭავჭავაძეზე, ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე და მე მგონი რომ არავინ არ გვესხმის თავს. შედარებით აქ ჭაბარაკით. გაიზარდა თუ შემცირდა? ვერ გეტყვით, მე მაგამ ბავშვი არ ამუშავე. აი რა გესმით გარშემო რა მდგომარეობა? რა შემოფლიოში ომებია. აი კრიმინალს რაც შეეხება ქვეყანაში საქართველოში გაიზარდა თუ შემცირდა? როგორია კრიმინალი? როგორც იყო ისე ისია. გორში მომხდარ ფემიციდის შემთხვევას ეხმაურებიან ქალთა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებიც. ფატი ბუხრიკიძის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის შემთხვევები მზარდია, სასჯელი კი არაადეკვატური. ზოგადად ფემიციდი არის ძალიან დიდი პრობლემა ყველა საზოგადოებაში, ყველა ქვეყანაში. მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში მზარდია, ყოველწლიურად თანდათან მზარდი ხდება ფემიციდის შემთხვევები. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის ქალი და განვითარება აქტიურად ადვოკატირებს იმ საკითხს, რომ ფემიციდი იქნეს კრიმინალიზირებული, განსაკუთრებული მუხლებით და განსაკუთრებული შესაბამისი სასჯელი იყოს. დღესდღეობით საქართველოში არ არის ადეკვატური სასჯელი ფემიციდის შემთხვევების დროს, მეტიც არ არის აღიარებული იგი როგორც ფემიციდი და შესაბამისი სტატუსი თქვა დამნაშავეს, რომელიც ფემიციდის შემოქმედი არის, ანუ ქალს კლავს იმის გულისთვის, რომ ის არის ქალი და ეს არის საგანგაშო შემთხვევა. და საქმე ის არის, რომ აი ფემიციდის თუ არ მოხდა სახელმწიფო სტრუქტურების, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამისი რეაგირება, ძალიან ცუდი შედეგები იქნება, რადგან მზარდი არის შემთხვევები. ოფიციალური მონაცემებით 2025 წელს 12632 რეგისტრირებული დანაშაულია, საიდანაც 7766 გახსნილი.